უფლებადაცვითი ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატები ქობულეთის პოლიციის უფროსისა და პოლიციის თანამშრომლების მიერ სამი ახალგაზრდის უკანონოდ დაპატიმრებაზე საუბრობს. Ამ თემაზე ახალგაზრდა ადვოკატები შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავენ. მიმართვაში იურისტები ყურადღებას კონკრეტული გადაწყვეტილების მართებულობაზე გაამახვილებენ. ახალგაზრდა ადვოკატების ერთ-ერთი ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, აღნიშნული სამი პირის დაკავების შემდეგ პოლიციის უფროსმა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც თავად კაიკაციშვილი აცხადებს ბრიფინგზე, ამ ახალგაზრდების ჩვენების წარდგენაც იგეგმება, რომლის თანახმადაც ქობულეთის პოლიციის უფროსმა და მასთან ერთად კიდევ სამმა სამართალდამცველმა სამი ადგილობრივი მცხოვრები უკანონოდ დააკავა. სამმართველოში გადაიყვანა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ახალგაზრდა ადვოკატები მომხდარ სისტემური დანაშაულის გამოვლინებად აფასებენ და გამოძიების დასრულებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვენ. ჩვენ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს გამოძიებას და მიღებული იქნეს გამოძიების დასრულებამდე აუცილებელი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გადაწყვეტილებები, რომელიც უფლებამოსილებას შეუჩერებს ქობულეთის პოლიციის უფროსს.